მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იმედია ყველა კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. მოგესალმებით აქედან, ჩემი არხიდან. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. აბა ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები, ნათელი დასტით და Old Style Tarot Card. ნათელი ვითარცა მზე, როგორც დღეს, ხო? როგორი ენერგიებია დღეს? ძალიან ბევრი ადამიანი უკვე გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან, მსხვერპლ შეწირვის კარტიდან. აქ ძალიან ბევრი ადამიანი თავის თავს გულმოწყალედ თვლის, ანუ იმაზე მეც იღებს, ვიდრე საჭიროა. არის ახალი დასაწყისი, თუ გქონდათ ჩაკეტილი გზები, სიტუაცია, რაღაც არ გამოდიოდა, იყავით დეპრესიულ მდგომარეობაში, ვერ პოულობდით გამოსავალს, ხო? მეტწილად თქვენ კარმულ ცხოვრების სიტუაციაზეა ეს და იმაზე, რომ რაღაცა უნდა გაგევლოთ, რომ ისულიყავით აქამდე, ანუ რაღაც ეტაპი დამთავრდა და იწყება ახალი. საერთოდ ესე არის, ციკლურია ეს სამყაროს კანონები, მოგეხსენებათ და არის გარკვეული ეტაპები დროის, რომ რაღაც უნდა გავიაროთ, გვინდა თუ არ გვინდა, ტანჯვა, ტკივილი და ასე შემდეგ და მე უკვე დგება ჰარმონიზაცია. ესეა სამყაროშიც დღეს, ანუ რასაც უყურებთ მთლიანობაში, სამყაროში რაც ხდება, მე გულისხმობ მოვლენებს, ესე ვითარდება. იყო აღორძინების ეპოქა, მოვიდა, ეხლა ცოტა ესეთი ქაოსის, იმიტომ რომ იმ ქაოსში იბადება ზუსტად ის, ასე ვთქვათ, იმ ქაოსიდან იწყება მერე დაალაგება და ისევ ჰარმონიზაცია, იმიტომ რომ სამყარომ უნდა ეს თავისი ციკლურობა გაიაროს და ამას ყველაფერს აქვს თავისი დრო და ვადა. ამ შემთხვევაშიც ახლა ხო ძალიან ზოგადად რო არ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ვიცით ასე თუ ისე ეს წესები, კანონები, ხო? ესე ხდება საერთოდ ყველგან და ახაც, ანუ ამაზე მიგვანიშნებს ეს კარტები რა, რომ გავიარეთ რაღაც მწუხარება, რაღაც დარდი, რაღაც ტკივილი, სტაგნაცია, მერე ეს იმიტომ რომ უნდა გაგვევლო, ანუ კარმული იყო ეს, გინდა ურთიერთობა, გინდა სიტუაცია, გინდა მოვლენა, ეს არის მესიის კარტი, ნახეთ, ლამედ, ასე ქვია ოკულტურ ტაროში და ეს ანუ გულმოწყალე ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს ბევრ რამეს, თან მიზანმიმართულად იცის, ხო? და გამოსავალს ვერ პოულობს, ანუ ხელფეხ შეკვული. აი ესეთი კარტია. ანუ ეს ეტაპი გავიდა, რატომ? იმიტომ რომ უკვე ახალი ნაბიჯი, ახალი დასაწყისი მოდის პაჟით, რა თქმა უნდა, მაგრამ პატარა ნაბიჯიც კი უკვე საგულისხმოა ჩვენ სიტუაციაში და მერე მოდის აი ესეთი მოქმედების აქ უკვე გამარჯვების შეიძლება იყოს, ანუ თქვენზეა დამოკიდებული, აქაც ნახე ორ მხრივ სიტუაციაში ხართ. არის თეთრი მხარე, არის ცოტა შავი ბნელი მხარე და აქაც შენ ხდები შენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მხედარი, ხო? როგორც აი აქ ჩანს ამ დასტაში, ასევე შენ უკვე სადავეებს შენ მართავ და გინდა ნათელ მხარეს წაიყვან და გინდა ჯვარგწერია და მეორე მხარეს. ანუ შენ ირჩევ, აქაც თავისუფალი ნება, მაგრამ გზა გახსნილია, უკვე ის ეტაპი გაიარე და ეხლა გზა გახსნილია, იმიტომ რომ მაინც არჩევანის წინაშე დგახარ, როგორც ჩანს და ნახოთ, აბა რა არჩევანს გააკეთებ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ეს არის ენერგიაზე, ზოგადად ახლო მომავლის. ძალიან შორს არ ვიყურები, იმიტომ რომ ციკლურობაა და ძალიან მალე იცვლება ყველაფერი, ამიტომ რა ენერგიები შემოდის. კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ არის სიბრძნის მაძიებლის კარტი, რაც ნიშნავს, რომ უნდა განავრცოთ თქვენი, ასე ვთქვათ,
რასაც სწავლობთ, რაც გაინტერესებთ, თუნდაც ეს ეზოთერული სწავლება, ხო? საიდუმლო ცოდნები, რაც ეხება ფსიქოლოგიას, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ეს ყველაფერი. ანუ ეძებეთ, იმიტომ რომ სამყარო გაწვდით შანსს, რომ თქვენ თვითონ გამოასწოროთ თქვენი ცხოვრება. ასევე ჩართეთ ინტუიცია და იქნება ახალი დასაწყისი, შემოქმედებითი პოტენციალი ამ მხრივ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახეთ, ნოლიდან დაიწყება ყველაფერი, ანუ შემოქმედი ადამიანი დღეს ბევრად უკეთეს სიტუაციაში იგრძნობს თავს. ნახე, ბევრი ჰობი აქვს შემოქმედ ადამიანს. დახატავს, დაწერს, დაუკრავს, იმღერებს, იცეკვებს, ანუ გაირთობს თავს და ამ რაღაცნაირ ნეგატიურ, ესეთ სტაგნაციურ ცხოვრებას ცოტა იმას რა ქვია, იმაში რა ქვია, პოზიტივში გადაიყვანს და არ აყვება აი ამ მასიურ შიზოფრენიას, ხო? მე ესე დავარქმევდი. არა, შიზოფრენიასაც გააჩნია ეს შიზოფრენია, რომ იყოს ვთქვათ, მიმართული სიყვარულისკენ, გრძნობისკენ, რომანტიზმისკენ, კი ბატონო, მივესალმები და პოზიტივისკენ, მაგრამ ეს შიზოფრენია, რომელიც განგრევს სულიერად, არანაირად ესე იგი შენ არ გაძლევს ამაღლების საშუალებას, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურ, დეგრადაცია ხდება შენი სულის, შენ ესე იგი ვიბრირებ უკვე ქვემოთ, ჩასული ხარ ქვემო იმაში, რა ქვია, ქვესკნელის ორგიებში და იქ ეხა ის არსებები, ხო? იმათ უხარიათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ საკვებს და სულებს დაიმონებენ და დაიპოვებენ, მათთვის ეს გასახარი ამბავია. რატო გავახაროთ, ხო? თუ ვიცით, რაც არიან და ვინც არიან, რატო გავახაროთ ისინი? ხო, შეიძლება რომ წარმართოთ ჩვენ ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ და ავიხედოთ ზემოთ ზეცაში, მოუხმოთ ჩვენს ფარველებს, ჩვენს ნათელ-კეთილ ანგელოზებს, ჩვენ წმინდანებს და ვითხოვოთ გადარჩენა, ვითხოვოთ მშვიდობა, მხოლოდ ეს და ესეთი მადლიერი სიყვარულის, ასე ვთქვათ, ლოცვა, მედიტაცია, აფირმაცია, აი ეს ყველაფერი გადაგვარჩენს და არა გადაშვება ძალიან ქვემოთ და მარტო რაღაც ინსტინქტებზე აყოლა და ცხოველიც აღარ ხდება, იმიტომ რომ ცხოველმაც კი იცის ერთგულება. იმდენად დეგრადირდა დღეს ადამიანი, რომ აი ზემოთ ხსენებული არსებები ფიქრობენ, მივცეთ შანსი და ანუ ეს ჩვენი ნათელი მფარველი ანგელოზები უყურებენ ახლა ამ სიტუაციას და ამბობენ, რომ ნახეთ, ბევრია მორწმუნე, ბევრია ლოცველი, ბევრია რომელიც ითხოვს მშვიდობას, გადარჩენას, კაცობრიობის, ახლა მარტო ქვეყნებზე და ქალაქებზე არ მაქვს საუბარი და მოდი დავინდოთ, მოდი ხომ მოწყალია ღმერთი და შევთხოვოთ მას, აუტანოთ ამდენი ადამიანის ლოცვა ვეტრება და რატომაც არა, ხო? გადაარჩენს იმათ, სადაც იქნება უმრავლესობა. ნახეთ, სადაც აი ეს ერთობა არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. რატომ? როცა ბევრი ადამიანი ჯგუფურად, ხო, მასა იკრიბება, ლოცულობს სიყვარულისთვის, სიწმინდის დაცვისთვის, ღმერთისთვის, ანუ ჩვენი წინაპრებისთვის მადლიერებას ახავლენს და მშვიდობას ითხოვს, ხო? უფლისა მიმართ ვილოცოთ, ანუ იქ ეს ენერგია ძალიან, მე ვეხავ საუბრობ на тонком плане, ანუ ფაქის სივრცეში რაც ხდება, ხო? ფაქის სივრცეში რაც ხდება, ეს არის ძალიან დიდი ენერგია სიყვარულის, რომელიც უძლიერესია და ამ დროს ის ვერაგი, ასე ვთქვათ, მტერი, ხო? ვერ ეკარება. ხედავს უამრავ ადამიანს, რომელიც ლოცულობს გადარჩენისთვის, მარტო მისი კი არ, მისი ქვეყნის, მისი შთამომავლობის, მისი ერის და ამ ყველაფერს, ანუ მადლიერებით ღებულობს, თან იცავს და თან მადლობას აღავლენს. რა თქმა უნდა, გადაარჩენს იმ ერს ღმერთი.
რა თქმა უნდა, შეისმენს, იმიტომ რომ ის მოწყალეა, ის არ არის დამსჯელი. და ჩვენ ისტორიიდან რა გვახსოვს? გავიხსენოთ, აბა რა გვახსოვს ისტორიიდან. მე გაგახსენებთ თუ თქვენ არ გახსოვთ. ნოეს დროს 40 წელი ელოდა. დააცადა უფალმა. და თხოვდა ერთი ოჯახი, ბოლოს ჩამოვიდა ერთ ოჯახზე, რომ ერთი ოჯახი მაინც მაჩვენე. ანუ რას ნიშნავს სიწმინდის დამცველი? აქ იყო საუბარი ხალის, მამაკაცის და ოჯახის სიწმინდეზე, ანუ ვერ იპოვა. ხო? და სოდომ გომორიო, ანუ რომ ხო იცით რაც მოხდა. ზეციური ცეცხლით რო დაიწვა და აღარ არსებობს ის ქალაქები. რატომ? იმიტომ რომ მამათმავლები იყვნენ. იმიტომ რომ ეწინააღმდეგებოდნენ ღვთიურ კანონს და სამყაროს კანონს და ისინი იყვნენ ბევრი, ნახეთ? საქმეც მაგაშია, აი უმრავლესობა საით არის, ამას აქვს მნიშვნელობა. ეხლა უმცირესობა ყველგან არის ესეთი, ხო? მანკიერი და თქვათ ესეთი ადამიანი, ხა მეც ვყოლია ჯგუფელები. რა თქმა უნდა, არა საქართველოში, საზღვარგარეთ. ნუ რა ქნას ეგეთია, ხო? მე კი არ განვიკითხავ მათ, უბრალოდ მე ვიძახი სამყაროს კანონებიდან გამომდინარე. რატო აქრობს და რატო ქრებიან დიდი იმპერიები, დიდი ქვეყნები, დიდი ქალაქები, ერები? რატო ხდება დიდი განსაცდელია ომი, მაგალითად როგორც უკრაინაში დაიწყო, ხა ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი და უკრაინა, ანუ ეს ბიძაშვილ მამიდაშვილები ერთი ნაციის, ერთი ну რა ვიცი, ყველანაირად ვერ ნახავ უკრაინელს რუსი ბები არ ყავდეს, ან რუსი ბაბუ არ ყავდეს და ვერ ნახავ რუსს, რომ თქვათ უკრაინელი ბებია, ბაბუა და ანუ ხო გესმით რაშია საუბარი. და აი ესე გადაემტერენ, ხო ერთმანეთს. ბიძაშვილ მამიდაშვილები, ну და ესეთი იმით უყურებ მე. რატომ მოხდა, აბა? გასაგებია, მე არ ვიძახი, არ ვამართლებ აგრესიას, ომს და საშინელებას, ორივე მხარეს, ანუ ვემიჯინები რას ნიშნავს, უარყოფ საერთოდ ომს, არ მინდა. ძალადობა, მაგრამ რატომ მოხდა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყვნენ, ვინც რა შვებოდნენ, გაიხსენეთ კადრები. გამოიტანეს საჯაროდ ხერხი, გადახერხეს ჯვარი. მერე ისეთი დიდი სიწმინდე, როგორც კიევ-პეჩორის ლავრა, იცით, უვარდებოდნენ ეგ ტიტუელი ქალები, ასხავდნენ რაღაცებს, აკეთებდნენ, ხო? გამოდიოდნენ მერე მასა უამრავი ადამიანების, რომლებიც სარწმუნოებას, არ ვიცი რა, როგორ და რა კონტექსტით ამკობდნენ და მოდიოდა მერე ეს დიდი გარყვნილება. იქვე, ანუ იმდენად დიდი იყო ეს გარყვნილება, ამიტომ მოხდა ეს განსაცდელი. მე რა სკოლი ისედაც ხო არის გაყოფა, ანუ იქ არიან ბერები, ეპისკოპოსები, მღვდლები, რომლებიც გამოეყვნენ რუსეთს ამ დროს ყოველთვის წლების განმავლობაში და ისტორია გადავიკითხოთ ისტორია. ის არის ერთი ეპარქია იყო. ანუ რუსეთის ეპარქიაში უნდა ყოფილიყო მათი ლოცვა, მათი ვედრება არ უნდა გაყოფილიყო, ნახე? და ამ გაყოფით დაიწყო უკვე ესეთი დიდი განსაცდელი. ანუ პირველი დარტყმა მაინც სარწმუნოებიდან იწყება. ნახეთ, აი არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ, მუსულმანი ხარ, სიტყვაზე ვიძახი. ანუ სიწმინდის შეურაცხყოფა, შელახვა. ღმერთი ერთია, შემოქმედი ერთია, ყველა სარწმუნოებაში ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და აღვავლენ, ხო? შემოქმედის მიმართ და აქ ნახეთ რა მოხდა. ისინი ყველაფერს წმინდანს უარყოფდნენ. და დიდი აღვირახსნილება და დიდი, რა ვიცი კიდე რა იყო. ნუ ვინც იცით,
ჩაიხედეთ თქვენ გულებში, არ გჭირდებათ აქ ჩემგან საუბარი. ამიტომ, არაფერი შემთხვევით არ ხდება. გასაგებია ძალიან მეწოდებიან მე და მათ მხარეს ვიყავი და ეხლაც ძალიან მეწოდებიან და ძალიან მინდა რომ გაჩერდეს ეს ყველაფერი და დამთავრდეს, იმიტომ რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანი იხოცება, ქალი, ბავშვი, ასე შემდეგ, ხო? და მართლა მოსაკლავი ამბავია რო უყურებ, გული ვერ გიძლებს, ხო? მაგრამ უკვე აღარ უყურებენ ის დამნაშავე არ არის დამნაშავე ეს რომ მოდის განსაცდელი ზემოდან რო ეშვება. ის მთელი ერი, მთელი მასა, ხო? მოდის ეს დაშვება, ხო? ღვთიდან. რატომ? უნდა დაუსვა კითხვა ადამიანებს კი არიან იქ მორწმუნეებიც, ბერებიც, სამღვდელოება, დღემდე რო ლოცულობენ, მე განავიძახი რომ არ არის, მაგრამ უმრავლესობა იყო ასეთების ხალხნო და იმიტომ მოხდა ესეთი განსაცდელი. სიწმინდე არის რაღაც არსებობს საკრალური, ხო? რასაც არ უნდა შეეხო. და იქ მოხდა ეს იმ საკრალურ შეეხნენ და ეხა ავიწყდება, რა ვიცი, როგორი უღმერთოც არ უნდა იყოს იმ საკრალურ შეიძლება არ გწამდეს, არ გჯეროდეს, მაგრამ არ უნდა შეურაცხო, ხო? იმიტომ რომ იქ ადამიანები ლოცულობენ იმ სიწმინდეებს პატივსცემენ და შენ ესე იგი რომელიც რელიგიაც არ უნდა იყოს, არა კონფესიას, რელიგიას, არაფერს აქ მნიშვნელობა. უბრალოდ აქ არის სხვა რამე. ხო და ეს დაინახა ზუსტად და ღმერთი კი არ სჭის, კიდევ ვიძახი. თვითონ გამოუტანეს თავიანთ თავს განაჩენი. არ არსებობს ის ერი, ის როგორი დიდი იმპერიაც არ უნდა იყოს, გავიხსენოთ რომის იმპერია, კალიგულას დროს დაიშალა. თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდა დაპყრობილი რომს. იმხელა ცივილიზაცია იყო, არ ვიცი. კანალიზაციები რომში ხა ვინც ხართ, ხო? საზღვარგარეთ, ხო მიცით რომ დღემდე, მაშინდელი გაყვანილი კანალიზაციით სარგებლობენ რომში, ხო? იმდენად მაღალ განვითარებული იმას აკეთებდნენ ოპერაციებს ტვინზე. წარმოიდგინეთ. ხო და ახლა დღეს რო ნეიროქირურგები და ისინი ითვლებიან ძალიან ისეთ იმდენად განვითარდა მაშინდელი ეპოქა, მაგრამ გაქრა რატომ? იმიტომ რომ სრულ გარყვნილებაში ჩაეშვა კალიგულას დროს. ამას არ დაუშვებდა ღმერთი. თვითონ ენუქის დროს, წარმოიდგინეთ, არის წიგნი, ხო? ენუქ წინასწარმეტყველი იყო ღმერთიდან მოვლენილი ადამიანი. ძალიან დიდი სული, რომელმაც დაწერა ენუქის წიგნი ასე არის და მას გამოცხადებები ჰქონდა ძალიან ბევრი. ხედავდა ანგელოზებს, ესაუბრებოდა მათ და გადმოსცემდა მე ამ ყველაფერს ატაცებული იქნა, აყვანილი იქნა რამოდენიმე საფეხურამდე ავიდა და აჩვენეს იქ ყველაფერი. და ის იძახდა ზუსტად მაგას. წმინდა ენუქი წინასწარმეტყველი. ხალხნო გონს მოდით. როგორც კი დაიწყო აღრევა, ნახე? აღრევა გააკეთა იმ მეორე მხარე, რომ ადამიანის, ღმერთის შექმნილი ადამიანი გენეტიკა, გენომი შეერია იმათთან, რომ წაეშალა ღვთიური, სული წმინდის მადლი რო არ ქონოდათ ადამიანებს. და ამიტომ მოახდინა დიდი წარსული. და ძალიან ბევრი ისტორიებია ამაზე. გადაიკითხეთ, წაიკითხეთ. არ დაუშვებს ღმერთი. არ აპატიებს არავის. ღმერთი კი არა ის ძალები, ვინც კურირებენ ამ ყველაფერს. და ერები კი არა, ქვეყნები და კუნძულები და რა ვიცი, მატერიკები და ყველაფერი გაქრება. თუ არ მოეგება ადამიანი გონს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
როცა შენ მოვლენილი ხარ ადამიანად, ღვთის ხატად, ღვთის მსგავსად, შენ ხარ ნაწილაკი ღვთისა. გააჩნია თან რომელ სარწმუნოებაში ხარ მოვლენილი, შენ უნდა შენი პასუხისმგებლობა აიღო. შენ არ უნდა დაემსგავსო ცხოველს და შეიძლება ბევრი ცხოველი გჯობდეს შენ დღეს. უკვე ისე დაეცა ადამიანი. ამიტომ ფიქრობენ ზემოდან, გააგრძელოს ამ ცივილიზაციამ არსებობა. თუ როგორც სხვა წინა განვითარებული ცივილიზაციები გაქრენ, ასე გაქრეს ყველაფერი, თუმცა დედამიწა გააგრძელებს არსებობას და ცხოვრებას და დაიწყება ისევ ყველაფერი თავიდან. ყოფნა არ ყოფნის საკითხი მიმდინარეობს. იმიტომ იმატებს სიხშირე დედამიწის და ადის ზემოთ. და ვინც რეზონანსში არ იქნება დედამიწასთან, სულიერებასთან, ღმერთთან, ღვთიურთან, საკრალურთან და ამ ყველაფერთან ძალიან გაუჭირდება. იმიტომ რომ უკვე დაიწყო გაყოფა. დაწყებულია. ასე რომ დაუკვირდით. დროებითია ეს ცხოვრება და ვისთან გინდათ მოხვედრა. ვინ არის თქვენი ბატონი? ვის სცემთ თაყვანს? ვის ადიდებთ? ამაზე იფიქრეთ. მარადიული მხოლოდ ღმერთია და სიმართლე არის სინათლე. ჯერ სიმართლეა ღმერთი და მერე სიყვარული. გირჩევთ რომ გაარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან. ნათელი ბნელისგან და თქვენ თვითონ გააკეთოთ არჩევანი. გაყოფა დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ უკვე შევდივართ იმ ეპოქაში, სადაც კონკრეტულად უნდა აირჩიო. ნათელისკენ ხარ თუ ბნელისკენ. აბა თქვენ იცით. თავისუფალ ნებაში არც ერთი ძალა არ ერევა. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, თქვენი ფიქრით, თქვენი მოქმედებით, თქვენი აზრებით, თქვენი აი ამ ყოველდღიური ცხოვრებით რას გამოსცემთ. თქვენგან უნდა გადმოდიოდეს სითბო, სიტკბო, იმედი, სიყვარული, დალოცვა. იმუშავეთ. თუ გინდათ რომ გადარჩეთ და გადახვიდეთ უმაღლეს საფეხურზე და გააგრძელოთ უკვე ღვთიურ არსებებთან არსებობა. კი ბატონო. არა და რა ვიცი ახლა, ქვემოთ რა ხდება მე ვერ გეტყვით. აი ზემოთ რა ხდება, კი ბატონო, შემიძლია გითხრათ, იქ 64-ია, იქ ყველაფერი ყვავის, იქ ვარდების პლანტაცია, იქ ულამაზესი ბუნება, იქ დაუსრულებელი სიყვარულია და ბედნიერება, რომელიც არ სრულდება. და სულ ჰარმონიაში ხარ და გიყვარს ყველა და ყველაფერი. აი ესე ჩემო კარგებო. დროებით